მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ვებინარებს დირექტორის ეთიკის კოდექსზე საუბრით. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება დირექტორის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მას მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. აღნიშნული კოდექსის მიზანია სკოლის დირექტორის სავალდებულო ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება და ვრცელდება იმ დირექტორებზე, რომლებიც ხელმძღვანელობენ სასწავლო პროცესს საქართველოში არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სკოლის შინაგანი წესი ასევე უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს. პროფესიული კომპეტენტურობის ნაწილში აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი. იცავდეს საქართველოს კანონმდებლობას და ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს. ხელს უწყობდეს ზოგადი განათლების სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევას და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეების და ცვლილებების განხორციელებას. საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გარემოს დაცვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. ხელს უწყობდეს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებას და განვითარებას. იჩენდეს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების თუ შეზღუდული შესაძლებლობების ან და სხვა ნიშნის. სკოლის დირექტორი ხელს უნდა უწყობდეს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას. არ ეწეოდეს რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. არ იყენებდეს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის, ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისთვის. უფრთხილდებოდეს და კეთილსინდისიერად განკარგავდეს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს, უზრუნველყოფდეს მათ მიზნობრივ გამოყენებას. არ ავრცელებდეს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის თუ სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე. ყოველთვის ინარჩუნებდეს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენდეს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებდეს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. არ აყენებდეს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენდეს მათზე ემოციურ ზეწოლას. ზრუნავდეს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. ყოველთვის იყოს პუნქტუალური და მოწესრიგებული. მეტყველებდეს ეთიკური ნორმების შესაბამისად გამართული და გასაგები ენით. მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობის ნაწილში დირექტორი თანასწორად პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს მასწავლებელს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილების თუ პიროვნული თავისებურებებისა. თანამშრომლობდეს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან. ითვალისწინებდეს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ითავსებდეს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად აწვდიდეს თავის შენიშვნებს და შეთავაზებებს მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს. ხელს უწყობდეს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში. უქმნიდეს ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის. უზრუნველყოფდეს მასწავლებლების დროულ ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში, სიახლეების,
დამხმარე პროფესიული ლიტერატურის და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ. ხელს უწყობდეს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნების და ამოცანების მიღწევაში. თანამშრომლობდეს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებდეს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებდეს მასზე. მოსწავლეებთან ურთიერთობის ნაწილში სკოლის დირექტორი უნდა ზრუნავდეს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება. ხელს უწყობდეს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო, პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. პატივს სცემდეს მოსწავლეთა აზრს, უქმნიდეს მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად. მაგალითს აძლევდეს და ეხმარებოდეს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი ღირებულებების და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყოველთვის იცავდეს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს. არ უწევდეს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ზრუნავდეს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს. მშობლებთან ურთიერთობის ნაწილში სკოლის დირექტორი ხელს უნდა უწყობდეს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, მშობლის სურვილის შემთხვევაში განმარტებებს აძლევდეს სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ, თანამშრომლობდეს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ატარებდეს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს და ყოველთვის იყოს თავაზიანი მათთან ურთიერთობისას. მას ასე დღეს ჩვენ გავეცანით დირექტორის ეთიკის კოდექსს, გისურვებთ წარმატებებს.